კალაძეს როგორც ჩანს ჯერ არ გვეუბნებიან საზოგადოებას, მაგრამ კალაძე დაუნიშნავთ რუსების ომბუდსმენად. ქალაქში დადეს ესეთი ჭორი. ეხლა ცოტა უფრო სერიოზულად რო გიპასუხოთ, შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ სწორედ აგვისტოს ომის კვირაში შეხვდა თუ რაც იყო ეს ინტერვიუ ჩაწერა კალაძემ, რომელიც არ მხოლოდ თბილისის მერი, არამედ მმართველი პარტიის გენერალური მდივანი. ეს ინტერვიუ თუ არ ვიცი რაღაც ბლოგი თუ ვლოგი. საბოლოო ჯამში კალაძე აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ, როგორც ჩანს, მას აქვს ახალი ფუნქცია. სავარაუდოდ მას ბევრი სხვისგან განსხვავებით მოსკოვში მეტნაკლებად იცნობენ. მე ვამბობ რუსეთის მოქალაქეებზე და შესაბამისად როგორც ჩანს ეს გახდა მიზეზი, რის გამოც კახი კალაძე დაინიშნა არაოფიციალურად რუსეთის მოქალაქეების ომბუდსმენად, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ თქვენც ხართ სოციალური ქსელების მომხმარებელი, სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად ჩამხვედრია მე პირადად ვიდეოები, როდესაც რუსეთის მოქალაქეების სწორედ კახი კალაძეს მიმართავენ შველისთვის და დახმარებისთვის. კალაძეს აქვს ახალი ფუნქცია, ეს არის რუსეთის მოქალაქეების ომბუდსმენობა, ეს ვიხილეთ ჩვენ ამ ინტერვიუში. და კიდევ ერთხელ ვამბობ, შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ ამ ინტერვიუს ჩაწერა მოხდა აგვისტოს ომის დროს. ცოტა უფრო დიდ სურათს რო შევხედოთ, ოცნების ხელისუფლება საზოგადოებას საქართველოს მოქალაქეებს აგუებს იმ ანტიქართულ პოლიტიკას, რომ პოლიტიკასაც განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში ძალიან ღიად, რასაც ქვია რუსული საქმის კეთება, აწარმოებს ქართული ოცნების ხელისუფლება.